იცით რა არის იზოლენტა, როგორ მზადდება და როგორ მუშაობს? მონა. სალამი ინჟინერიის მოყვარულებო. დაფიქრებულ ხართ ოდესმე. როგორ შეიძლება ისეთი მარტივი საგანი, როგორიცაა იზოლენტა, იყოს აუცილებელი უსაფრთხოებისა და თითქმის ყველაფრის მუშაობისთვის ჩვენს გარშემო? ეს შავი, ფერადი ან თეთრი ლენტი, რომელსაც ხვდებით ამ შეუმჩნეველი ჟუნონის უკან დგას მომხიბვლელი ინჟინერია, 10 წლეულების განმავლობაში განვითარებული ტექნოლოგია და მეცნიერება, რომელიც ხელს უშლის ავარიებს და ინარჩუნებს ენერგიის უწყვეტად მოძრაობას. მაგრამ ბოლოს და ბოლოს რა არის იზოლაციის ლენტი? ძირითადად იზოლაციის ლენტი არის წებოვანი მასალა, რომელიც შექმნილია ელექტრული დენის გავლის შესაჩერებლად. ის მოქმედებს როგორც ფიზიკური ბარიერი დამუხტულ გამტარებსა და გარემოს შორის, რაც ხელს უშლის დარტყმებს, მოკლე ჩართვებს და ელექტროსისტემებში გაუმართავობას. იზოლაციის ძირითადი ფუნქციის გარდა, ის ასევე იცავს მავთუნებს ტენიანობისგან, აბრაზიისგან, ქიმიური ნივთიერებებისგან და ტემპერატურული ცვლილებებისგან. და ის მხოლოდ ელექტრიკოსებისთვის არ არის, რადგან ის გვხვდება მობილურებში, კომპიუტერებში, მანქანებში და თუნდაც კოსმოსურ თხომალდებში. მაგრამ ყველაფერი როგორ დაიწყო? იზოლაციის ლენტის ისტორია 20-იანი საუკუნის დასაწყისს უკავშირდება, როცა მზარდმა ელექტრიფიკაციამ პრაქტიკული გადაწყვეტილებები მოითხოვა კავშირების იზოლაციისთვის. მანამდე გამოიყენებოდა ქსოვილის ლენტი, რომელიც დაფარული იყო ბიტუმით ან ლაქით, მაგრამ ეს მასალები ნაკლებად მოქნილი იყო და სიცხეში ადვილად კარგავდა წებოვნებას. რევოლუცია მოხდა 1946 წელს, როდესაც კომპანია 3M, ანუ მინესოტას სანთო და საწარმოო კომპანია, შეიმუშავა პირველი პოლივინილ ქლორიდი იზოლაციის ლენტი. მთავარი ინოვაცია იყო პოლივინილის ქლორიდის, ანუ პოლივინილ ქლორიდის სინთეზური რეზინის წებოსთან შერწყმა, რის შედეგადაც მიიღეს ელასტიური, გამძლე და შესანიშნავი საიზოლაციო თვისებების მქონე პროდუქტი. ლენტამ პოპულარობა მოიპოვა მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც ის გამოიყენებოდა სამხედრო აღჭურვილობის სწრაფი შეკეთებისთვის და მას შემდეგ აღარ დაუკარდავს აქტუალობა. მაგრამ როგორ მზადდება ის? წარმოების პროცესი ზუსტი ცეკვაა ქიმიასა და ინჟინერიას შორის. ყველაფერი იწყება საბაზისო მასალით, როგორც წესი პოლივინილ ქლორიდით, რომელიც შერჩეულია მისი მოქნილობის, გამძლეობისა და მაღალი ელექტროიზოლაციის გამო. პოლივინილ ქლორიდი გარდაიქმნება თხელ და ერთგვაროვან ფენად. შემდეგ ეს ფენა გადის პლასტიფიკატორების აბაზანაში, რომლებიც უზრუნველყოფენ ელასტიურობას და ურობას და ადაპტირებადობას ექსტრემალურ ტემპერატურებთან, საშუალოდ -18 გრადუსიდან 80 გრადუს ცელსიუსამდე. შემდეგ გამოიყენება სინთეზური რეზინის წებო, როგორიცაა სტიროლ-ბუტადიენის რეზინი, ანუ სტიროლზე დაფუძნებული ბუტადიენის რეზინი. ფენის ერთ მხარეს ეს წებო მოდიფიცირებულია ფისებით, რომლებიც უზრუნველყოფენ მხისიერ წებოვნებას, თუნდაც არათანაბარ ზედაპირებზე. ბოლოს ლენტი იფარება ლაქით, რათა გაუძლოს ტენიანობასა და ულტრაისპერ სხივებს და ეხვევა ასეთ რულონებში. საინტერესოა, რომ ყველაზე გავრცელებული ფერი შავი მიიღება ნახშირბადის პიგმენტებისგან, რაც ლენტს დამატებით სითბოს მიმართ გამძლეობას ანიჭებს. მაგრამ როგორ მუშაობს ის რეალურად? ჯადოქრობა იმაშია, რომ მას აქვს დიელექტრიკული და მექანიკური თვისებების კომბინაცია. მაგალითად, ფქოქს დიელექტრიკუმის სიმტკიცე 600 ვოლტს აღწევს თითო მილიმეტრზე. ანუ ის ქმნის ბარიერს ჩვეულებრივი ელექტრული დენისათვის, რომელიც არის 127 ვოლტი ან 220 ვოლტი. როდესაც თქვენ ახევთ ლენტს გაშიშლებულ მავთულზე, როგორც სახელიდან ჩანს, ის იზოლირებს, ანუ ქმნის არამტარებელ ფენას, რომელიც ხელს უშლის ელექტრონების ნაკადს. ის ასევე იცავს ამაგრებს ტერიტორიას, წყლის, თვრისა და ქიმიური ნივთიერებებისგან. გარდა ამისა, ის აძლიერებს, რადგან კონდუქტორებთან მჭიდრო შეხებით ლენტი აჭერს და ამცილებს ვიბრაციებს, რაც შეიძლება დააზიანოს შეერთება. ეფექტურობა დამოკიდებულია სისქესა და გამოყენების ხარისხზე. 5-დან 7%-მდე გადაფარვა შემოვლებებში აუცილებელია უწყვეტი ბარიერის შესაქმნელად. მაგრამ ერთი პრობლემა არსებობს, რადგან იზოლაციის ლენტი მარადიული არ არის. დროთა განმავლობაში ზედმეტი სიცხის, ზის სხივების ან გამხსნელების ზემოქმედებით შეიძლება დაზიანდეს წებოვანი ფენა ან პოლივინილ ქლორიდი, რაც ამცირებს მის ეფექტურობას. თუ ოდესმე გამოცვლით იზოლაციის ლენტს ძველ გაყვანილობაზე, შეამჩნევთ, რომ ან წებოვანი ფენა ხელზე გეკრობა, ან ლენტი გამაგრებულია და იშლება. მაგრამ იზოლაციის ლენტი ხო ყველა ერთნაირია. საქმე იმაშია, რომ ყველა იზოლაციის ლენტი ერთნაირი არ არის და თითოეული ვერსია კონკრეტულ გამოწვევებს ემსახურება. პოლივინილ ქლორიდის ან ვინილის იზოლაციის ლენტი ყველაზე გავრცელებულია და იდეალურია დარია დაბალი და საშუალო ძაბვისთვის 600 ვოლტამდე. ამ ლენტს სხვა ფერებში შეხვდებით შავის გარდა, რაც გამოიყენება წითელი ან მწვანე ფერის სადენების კოდირებისთვის. ასევე გვაქვს რეზინის ლენტები, რომლებიც გამოიყენება გაწელვაზე, რათა შეიქმნას მეორე ფენა შეერთებებზე.
და ის უკვე გამოიყენება მაღალი ძაბვის კაბელებსა და ქვესადგურებში. ამად გარდა გვაქვს ლაქიანი კამბრაის ლენტი, რომელიც დამზადებულია ბამბის ქსოვილისგან, გაჟრენთილი ლაკით და ის უძლებს 105 გრადუს ცელსიუსს და ხშირად გამოიყენება ელექტროძრავებში. ასევე გვაქვს მასტიკის ლენტი, რომელსაც აქვს საიზოლაციო ფენა, მაგალითად ბუტილის, რომელიც სრულად იცავს ტენიანობისგან. და ის იდეალურია მიწისქვეშა ან ღია სივრცეში მონტაჟისთვის. პოლიტეტრაფტორფლორეთილენის, ანუ ტეფლონის ლენტი უძლებს ტემპერატურას 200 გრადუს ცელსიუსამდე და აგრესიულ ქიმიურ ნივთიერებებს და ის გამოიყენება აეროკოსმოსურ და ქიმიურ ინდუსტრიებში. ასევე გვაქვს მინის ბოჭკოს ლენტები, რომლებიც საკმაოდ განძლეა გარღვევის მიმართ და უძლებს ექსტრემალურ ტემპერატურებს. მაშ, იზოლაცია არის ის ტიპის იზოლაციური ლენტები, რომლებიც ყველგან გამოიყენება. პოლივინილ ქლორიდის იზოლაციური ლენტი ყველგან გამოიყენება ყველა ტიპის იზოლაციაში. პოლივინილ ქლორიდის იზოლაციური ლენტი ყველგან გამოიყენება. იზოლაციური ლენტია ყველა ტიპის იზოლაციური ლენტი, პოლივინილ ქლორიდის ლენტი გამოიყენება ყველა ტიპის იზოლაციაში. პოლივინილ ქლორიდის იზოლაციური ლენტი არის ყველა ტიპის იზოლაციისთვის. კომპლექსური იზოლაციური ლენტი მინიმალურ სივრცეებში და სამშენებლო სფეროში იცავს შეერთებებს ტენიან გარემოში. ეხლა თუ თქვენ გაიგეთ იზოლაციური ლენტის მნიშვნელობა ელექტროუსაფრთხოებისთვის, რა აზრი აქვს ერთი მავთულის იზოლაციას, თუ თენი ინსტალაცია ცუდად არის დაგეგმილი? ბევრი ადამიანი ჯერ კიდევ უბულებელყოფს მშენებლობის ან რემონტის ყველაზე კრიტიკულ ეტაპს ელექტროპროექტს. სწორედ ეს პროექტი განსაზღვრავს, როგორ იმოძრავებს ენერგია, სად იქნება დატვირთვის წერტილები, როგორ ავიცილოთ გადატვირთვები და რაც ყველაზე მთავარია, როგორ შევამციროთ უბედური შემთხვევების რისკი, როგორიცაა მოკლე ჩართვები და ხანძარიც კი. მაგრამ თემას უნდა დაუბრუნდეთ. საიზოლაციო ლენტი განაგრძობს განვითარებას. დღესდღეობით ანტების საწინააღმდეგო საიზოლაციო ლენტები ცეცხლგამძლე წებოთი სავალდებულოა თვითმფრინავებში და მონაცემთა ცენტრებში. რაც შეეხება თერმოშეკუმშვად ვერსიებს, ისინი აერთიანებენ იზოლაციას და მექანიკურ დამაგრებას. და ეხლა უკვე მდგრადობაც აქტუალურია, სადაც ისეთი ბრენდები, როგორიცაა 3M და Hellerman-Tighton, უკვე აწარმოებენ ლენტებს გადამუშავებული პოლივინილ ქლორიდით და ცეცხლგამძლე წებოთი. მომავალი იქნება უფრო ჭკვიანი და ეკოლოგიურად სუფთა მასალების ძიებაში. კვლევები იკვლევს ლენტებს ინტეგრირებული სენსორებით, რომლებიც ამოიცნობს გადახულებას ან გრაფენის ნანოკომპოზიტებს თერმული გამტარობის გასაზრდელად. გარდა ამისა, მცენარეებიდან მიღებული ბიოპოლიმერები შეიძლება შეცვალოს პოლივინილ ქლორიდის, რაც შეამცირებს გარემოზე ზემოქმედებას. და ეს აქ არ მთავრდება. სად? ელექტრომობილებისა და განახლებადი ენერგიების ეპოქაში მაღალი ძაბვის ბატარეებისთვის განკუთვნილი ლენტები, რომლებიც 1000 ვოლტამდე უძლებენ, ის სფეროებია, რომლებიც ვითარდება. იზოლაციის ლენტი ბევრად მეტია, ვიდრე სწრაფი შეკეთების საშუალება. ეს პროდუქტი გაჩნდა უსაფრთხოების საჭიროებიდან, განვითარდა მასალების ქიმიასთან ერთად და დღეს ის არის საკვანძო ნაწილი იმ ტექნოლოგიაში, რომელიც მსოფლიოს ამოძრავებს. იქნება ეს შენს ქუჩაზე ბოძზე, შენს ხუსასმეში თუ კოსმოსურ სადგურზე, ის მუშაობს. ჩუმად, რათა ენერგია უსაფრთხოდ მოგაწოდოს, ყოველგვარი რისკის გარეშე. თუ აქამდე მოხვედი და ვიდეო მოგეწონა, გამოიწერე არხი თუ ჯერ არ ხარ გამოწერილი, დაალაიქე და ჩართე შეტყობინებები. თუ ჩვენი კონტენტი საინტერესო გეჩვენება, განიხილეთ წევრობა, რათა დაგვეხმარო პლატფორმაზე კონტენტის შექმნის გაგრძელებაში და გახდე ჩვენი ვიდეოების მუდმივი მონაწილე. თუ გაინტერესებს მეტი გაიგო იმ კურსებზე, რომლებსაც გირჩევთ, გამოიყენე აქ გვერდზე მოცემული QR კოდი ან ვიდეოს არწერაში მოცემული ბმული. რათა მიიღოთ სდომა მრავალ შესაძლებლობაზე, განიმითაროთ სხვადასხვა უნარები, რომლებიც თქვენს კარიერაში მნიშვნელოვან განსხვავებას შექმნის. და შენ სახში გაქვს იზოლაციის ლენტი, იცოდი რომ არსებობს სხვადასხვა ტიპის. დაწერე კომენტარებში, მინდა ვიცოდე. აქ გვერდით არის ორი საინტერესო ვიდეოს არჩევანი, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახო, რათა გააფართო შენი ცოდნა და დააკმაყოფილო შენი ცნობის მოყვარეობა. თუ გინდა რომ დაგვეხმარო, დაალაიქე ვიდეო, გამოიწერე არხი, ჩართე ზარი და დაფიქრდი არხის წევრობაზე. ეს იყო ყველაფერი ინჟინერიის მოყვარულებო. დიდი მოკითხვა და მომავალ ვიდეოში გნახავ.